მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ზოგისთვის შეიძლება მოსაბეზრებელიც კი გახდეს უკვე მე რამდენი გადაცემა ისევ და ისევ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ გვიწევს საუბარი. დღეს იქითაა მსოფლიოს ყურადღება და თვალი მიყრობილი და შეიძლება ბევრწილად კაცობრიობის ბედი და მომავალი იქ მიმდინარე განვითარებულ მოვლენებზეც იყოს დამოკიდებული, ამიტომაც ჩვენ გვერდს ვერაუვლით ვიდრე იქ ასეთი დაძაბული სიტუაცია, გვერდს ერაულით და ისე ვერ მოვიქცევით თითქოს იქ არაფერი ხდებოდეს, თემის შეცვლა შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით რაც ხდება დღეს იქ, ეს შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნისთვის. მოდით ერთად გავიაროთ რა უძღოდა იქ აი ამ დაძაბულობის დაწყებას, დიდი ომის დაწყებას წინ. ზაფხულის 12 დღიანი ომის დაწყებამდე მთელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელზეც ორივე მხარე ირანიც და ამერიკაც აღნიშნავდა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიმდინარეობს საერთაშორისო დამკვირვებლების დაკვირვება, მეთვალყურეობა და ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ირანი არ ამდიდრებდა ურანს იმ პროცენტულობით, რომ ის სამხედრო დანიშნულებით ყოფილიყო გამოყენებული. და აი ამ დროს, როდესაც მოლაპარაკება თითქოს წარმატებულ ფაზაში შედიოდა, მოულოდნელად, მსაკურულად მოხდა თავდასხმა ღამით, დაუხოცეს იქ გენერლები, მეცნიერები, რომლებიც აი ამ ბირთვულ პროგრამებზე მუშაობდნენ, სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ირანის პოლიტიკურ თუ სხვა სახის ცხოვრებაში და ეს ომი საბედნიეროდ მხოლოდ 12 დღე გაგრძელდა და როგორც დამთავრდა, ყველას გვახსოვს, ბოლოს შეთანხმება შედგა. სიმბოლური დარტყმები განახორციელეს ბოლო დღეს ერთმანეთზე ირანმა და ამერიკამ და ამით თითქოს დასრულდა, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებმა განაცხადა, რომ მან გაუნადგურა ბირთვული პროგრამები ირანს, რომ ირანი დიდი ხნით ვეღარ შეძლებდა ამ პროგრამების აღდგენას, მაგრამ რამოდენიმე თვეც არ იყო გასული, რომ კვლავ წამოვიდა ის რიტორიკა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნისთვის მუშაობს მიისწრაფის საკეთკენ. შემდეგ მოხდა ის, რომ ქვეყნის შიგნით მოაწყვეს არეულობები, რაც ეს პირდაპირ ხელწერა მათი, მით უმეტეს არ გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება სანქციების ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში მყოფი ქვეყნის შიგნით, სადაც ბუნებრივად აი ამ სანქციების გავლენა ასახულია და ეს სხვაგვარად ვერც იქნებოდა. წლების განმავლობაში მძაფრი სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანაში სოციალური თუ სხვა ხარისხის პრობლემები აუცილებლად წარმოიშვებოდა, რაც საზოგადოების მხრიდან გარკვეულ უკმაყოფილებას ბუნებრივად გამოიწვევდა და ამ ყველაფერს დევთისკას მხოლოდ პატარა ნაპერწკლის მიწოდება ჭირდებოდა, რომ დიდი აფეთქება დაწყებულიყო და ეს აფეთქება დაიწყო ირანში. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერში ჩართული იყო ისრაელის და ამერიკის სპეცსამსახურებიც, რომელთა წარმომადგენლების ძალიან დიდი უმრავლესობის შემდეგ გამოვლენა მოხდა, დაკავება მოხდა და ეს ყველაფერი თქვენთვის ცნობილია, უბრალოდ ყველაფერი ეს აღვადგინოთ და ეტაპობრივად მივყვეთ, როგორ მივედით დღევანდელ კონფლიქტამდე და ყველას გვახსოვს რა მოწოდებები მიდიოდა ამერიკიდან, რომ მიდით, დახმარება გზაშია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირანელი ხალხი გავანთავისუფლოთ ტირანიისგან და ირანი თანამოედროვე ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვაქციოთ და ასე შემდეგ. შემდეგ ირანის ხელისუფლებამ საკმაოდ ხისტი მოქმედებების შემდეგ და გატარებული ზომების შემდეგ მოახერხა ამ არეულობების ჩახშობა, ჩაცხრობა და უკვე დიდი ხნით გასვლაც არ იყო დიდი ხანი გასული, რომ უკვე ისევ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობდა ისევ იგივე თემებზე და კვლავ მოხდა მზაკრული მოულოდნელი თავდასხმა, ამჟამად უკვე უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდნენ, მოკლეს ქვეყნის პირველი სულიერი ლიდერი, მოკლეს სხვადასხვა მეცნიერები, აგრეთვე მაღალი თანამდებობის პირები და ამ ყველაფრის მიზანი იყო თავის მოკვეთა ირანის რეჟიმისთვის იმ იმედით,
რომ აი ამ ფონზე კვლავ შიდა აფეთქება მოხდებოდა და რეჟიმის ცვლილება მოხდებოდა, რაც ხელს აძლევდა ამერიკა ისრაელს, რათა თავისი აგენტურა, თავისი სატელიტები დაესვა იქ ხელისუფლებაში, როგორც ეს არაერთგან გაუკეთებიათ და თავისი ინტერესები გაეტარებინა და არა მარტო ირანში, მთელ ახლო აღმოსავლეთში გაემაგრებინა პოზიციები, მაგრამ ასე არ მოხდა, უბრალოდ ვერ გათვალეს ის, რომ ეს დარტყმები, რომელიც პირველივე დღეს აღენიშნა დიდი სისასტიკით, თუნდაც ამის მამტკიცებელ საბუთად გამოდგება ბავშვთა მასობრივი ხოცვა 170 ბავშვი დაიღუპა გოგონათა სპეციალიზებული სკოლიდან 7-დან 12 წლამდე ბავშვები თუ არ ვცდები და აი ამ ყველაფერმა მოახდინა ის, რომ ირანში მოხდა გაერთიანება და თუ ვინმე არ გაუერთიანდა და არ დაუდგა მხარში ხელისუფლებას, იმათ ყოველგვარი საბუთი და საფუძველი გამოეცალათ იმის, რომ რაიმე გამოსვლა ეწარმოებინა და საჯარო განცხადებაც კი გაეკეთებინათ თავისი ქვეყნის საზიანოდ და იმათ მხარდასაჭერად, ვინც მათ ქვეყანაში ეს მასობრივი სისხლის კალმები მოაწყეს. ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა ამ კუთხით ისრაელ-ამერიკის კოალიცია და ირანმა ერთობლივი ძალით დაიწყო პასუხის გაცემა. და დღეს უკვე, როდესაც უკვე ეს ომი ყოველდღიურად მიმდინარეობს და მასშტაბებს იკრებს, დღეს გამოდის ამერიკის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ირანს დააბრუნებს ქვის ხანაში. ახლა შევადაროთ მაშინდელი განცხადებები, რისთვის იწყებდა ომს, რისთვის მიდიოდა იქ ამერიკა, რომ ირანელი ხალხი უნდა გაენთავისუფლებინათ ტირანიისგან და ირანი უნდა ექციათ თანამედროვე აყვავებულ დემოკრატიულ ქვეყანად. და დღევანდელი განცხადება, რომ ირანს დააბრუნებენ ქვის ხანაში. ეს სრული შეუსაბამობა თავადაც ხვდებიან ალბათ, მაგრამ მაინც ამ განცხადებებით გამოდიან. აი ამ ფონზე ევროპულმა ძალიან ბევრმა ქვეყანამ უარი უთხრა ამერიკას თავისი საჰაერო სივრცის და იქ განლაგებული ამერიკის ბაზების გამოყენებაზე აი ამ ომში. ასეთ რიგში არის საფრანგეთი, იტალია, ეს პირველი ესპანეთი იყო და ავსტრია, ჯერჯერობით მე მგონი ეს 4 ქვეყანა და ამ დროს ხდება შემდეგი რამ. რუბიო ურეკავს ჩვენს პრემიერ-მინისტრს, სატელეფონო საუბარი შედგა და ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ 2 დღის შემდეგ თუ მეორე დღეს ხდება შემდეგი ფაქტი, რომ თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები იქნა შენიშვნები, რომლებიც დიდხან არ გაჩერდნენ იქ მართალია, მაგრამ დაფიქსირდა, რომ ისინი დაეშვნენ და შემდეგ განაგრძეს გზა. არა, თუ გავითვალისწინებთ იმას, ირანი როგორ პასუხობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩართული აღმოჩნდნენ ამ ომში, ამა თუ იმ ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ იგივე საუდის არაბეთს, იგივე ბაჰრეინს, იგივე ემირატებს, იგივე ყატარს, იგივე ერაყს, არც ერთი ტყვია არ გაუსვლიათ თვითონ პირადად მათ ირანის მიმართულებით და მათი ბაზებიდან, მათი საჰაერო სივრცედან ხდებოდა თავდასხმები ირანზე, ირანმა მიწასთან გაასწორა იქ არსებული ამერიკული ბაზები, აეროდრომები, აეროპორტები, ეკონომიკური თუ ფინანსური ინსტიტუტების ოფისები და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული და სხვა დანიშნულების ობიექტები. ანუ ეს ქვეყნები ჩართული არიან ამ ომში, არა პირდაპირ, შეიძლება ასე ვთქვათ, მაგრამ ისინი მაინც ომის მონაწილენი არიან, რადგანაც ამერიკა იყენებს მათ სამხედრო ბაზებს, იქ არსებულ სამხედრო ბაზებს და მათ საჰაერო სივრცეს. აი ეს ყველაფერი რა საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყანას, თუ ეს გაგრძელდა, ამ ყველაფერზე ჯერჯერობით ირანის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ თავშეკავებული დიპლომატიური განცხადება ვნახეთ, ამ ყველაფერს არ მოყოლია რაღაც ესკალაცია და სერიოზული, მაგრამ თუ
ეს მხოლოდ დასაწყისია და რაიმე შეთანხმება იქნა მიღწეული რუიოსა და ჩვენ პრემიერს შორის, მაშინ რა საფრთხეებს შეიცავს ეს ამ თემაზე გვინდა გავშალოთ დღეს საუბარი და რას უნდა ველოდეთ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. დავიწყოთ ამ თემაზე კახა და კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მართლაც ჩვენ სამეზობლოში მიმდინარეობს ეს უზარმაზარი გლობალური დაპირისპირების ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული სისხლიანი პროცესი საკაცობრიო დონეზეა გადასული საკითხი, პრობლემა არის, რომ ძველი მსოფლიო თავდება, ახალია დასაბადებელი, ეს შესაძლებელი იყო მშვიდობიანად მომხდარიყო, მაგრამ არის აქ მრავალი კითხვის ნიშანი, ახლა ამას აღარ შევეხებით, აქ ამის განხილვას არ დავიწყებთ, ასეა თუ ისეა პროცესი მიმდინარეობს. ესე იგი, ამ ჭიდილმა ამ ყველაფერის დამთავრებამდე უნდა მიგვიყვანოს, ან ამ ჭიდილში უნდა გამოიკვეთოს ახალი შედარებით უფრო მაღალზნეობრივი, ეროვნულ სახელმწიფოებრივი ნიშნით, სარწმუნოებრივი ნიშნით, სამართლიანობის ნიშნით ახალი მსოფლიოს ჩარჩოები, რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამისი გამოკვეთა. და როგორც უყურებთ, ამ შემთხვევაში უკვე პრიორიტეტები დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადმოდის. ახლა ეს ვინმე სიამოვნებს თუ არ სიამოვნებს, ამ პროცესს ვადევნებთ ჩვენ თვალს და ჩვენს რეგიონშიც ძალიან დიდი ცვლილებები არის მოსალოდნელი. კიდევ ვიმეორებ, ეს თუ არ გადაიზრდება ყველაფრის დამთავრებისკენ, ეს საფრთხე არ არის მოხსნილი, მაგრამ მაინც შედარებით განეიტრალებული. ახლა რატო ვამბობთ ამას და რა გვაძლევს ამის თქმის საშუალებას? მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა. ახლა სადღაც რაღაცა შეიძლება ჩვენ ვცდებოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით ასეთია ჩვენი შთაბეჭდილება, რომ რაღაც განეიტრალდა შედარებით გაჭიმული ფორმა მიიღო და მთავარი წამომწყები, ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად პირველი დამტყმელი ცდილობს, რომ რაღაცნაირად იქნებ გამოძრეს და სხვა რამით გადაფაროს ის მარცხიანი ვითარება, რაც შეიქმნა მახლობელ აღმოსავლეთში და ირანის მიმართულებით. ყოველ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ მეტად შეიცვლება ამიერკავკასიაში ძალთა ბალანსი და ირანის როლი სხვანაირად გამოჩნდება. ჯერ ერთი უკვე ჩანს. მეორე მსოფლიო ომის მერე არც ერთ ქვეყანას ამ ხელა მასშტაბის დარტყმები არ მიუყენებია ამერიკის სამხედრო ბაზებისთვის. ამერიკის ამ აუღებელ ციხესიმაგრეებზე ასეთი იერიში აქვს მხედველობაში ავიამზიდი მთელი თავისი გამაგრებით, არავის არ მიუტანია ესეთი იერიში, რომ ის იძულებული გამხდარიყო, რომ ფაქტიურად ბრძოლის ველს თითქმის გაერიდა. 1000 კილომეტრზე 1000 კილომეტრს. აქ იმ მანძილებზეა ლაპარაკი, რომ საქართველოს სრულ აბსოლუტურად ხდება ყოველი კუთხით დაფარვის ზონაში. როგორ უნდა იმოქმედოს ამ პირობებში საქართველო, რომ ამ უზარმაზარ ომს არ შეეწიროს და არ გავქრეთ. ხედავთ არა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიც კი ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე არიან მისული. რატომ? თუ ის, რასაც პირდება ტრამპი და რასაც უპირებს ეს ისრაელის ფანატიკური რელიგიური პოლიტიკური ხელისუფალი და ხელისუფლება, რასაც უპირებენ ირანს, ამის პასუხი ის იქნება, რომ წყლის გამამტკნარებლებს აუფეთქებს იმ ელექტროსადგურებს მოუსპობს და ერთ კვირაში ის ხალხი წყურვილით ამოწყდება. იმიტომ რომ უდაბნოდან ვერ გაასწრებენ და ეს დაემართება აი მაყვავებულ და მსოფლიო ფუტურისტულ საოცრებების ქვეყნიერება, სადაც ყველაზე მეტად გადაიფსკნა ჩვენი ხელისუფალი. და რა მოელის
ქვეყანას, რომელიც რა რაოდენობა ვარ დარჩენილი, საერთოდ რა პოტენციალი გვაქვს ხომ და წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ მდგომარეობაში საქართველო. ის რომ გადარჩენისთვის ამ ყველაზე ცხელ ფაზაში გადავიდეს დაპირისპირება ნეიტრალიტეტია განსაკუთრებული სტატუსით აუცილებელი, ამაზე აღარ ვისაუბრებთ, აღარ გავაგრძელებ საუბარს. სადღაც რაღაც ნეიტრალიტეტის მსგავს აკეთებდა ხელისუფლება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა ასე უნდა შეფასდეს, რომ ჯერ იყო და ძმარი და ზედაასხეს წყალიო. აი ამ დროს, როდესაც იწყებ ტრამპის ადმინისტრაციით მართული ამერიკის სახელმწიფოსთან ურთიერთობას, რომ გინდა რომ გადატვირთვა დაარქვა და სუფთა ფურცლით დაიწყო და მიხვიდე იქ და იქ ამ ცოლს აგზავნი და მთელი ამბავი და არის გადმორეკები. უძველესი ძველთა ძველი მოკავშირეები ემიჯნებია. ხო. აი ჭკვა არ შემიძლია სხვანაირად ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არ არის რომელიმე სხვა რაღაც ქვეყანაზე და სხვა ხალხი. ჯერ ერთი რატომაც არის სხვა ქვეყანას და სხვა ხალხიც უნდა გედარდებოდეს, როცა ხედავ რომ დაუპის გზით მიდიან. და როდესაც ეს არის შენი ქვეყანა, შენი სამშობლო, შენი დიდი ოჯახი და დაუპის გზაზე აყენებ. აი ჭყვაში ჩამახედა, რით ახარ ესეთი დაბმული, კარგი ფაშას გაუწექი, ჩახვედი იქ, გავიგე იქ. აქ ირანის ფრად დროშა შეღებე და დროშის ბოდიში ირანის დროშის ფრად აღარ მოყვები ამ ამბავს, მაგრამ ჰა და ჰა. ეს არის პოლიტიკა მეძავეს, მაგრამ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია ყოველგვარ დემოკრატია გვერდზეა გადადებული და ვინმეს თუ კიდე აქვს რაიმე ილუზია შერჩენილი, რომ ამერიკა ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის მოღვაწე, დემოკრატიის მამა, ნახეთ მაშინ რა რუკას აფრიალებს ამერიკის წარმომადგენლობა. ჰიტლერული გერმანიის მერე ასეთი დამპყრობლური, ღიად გაცხადებული ვინმეს თუ გვინახია და ვინმეს თუ წარმოგიდგენია. საინტერესო ის არის, რომ ისინი აღარ ამბობენ, ჩვენ დემოკრატიული ვართ და ღიად გამოხატავენ აგრესიას, ანუ ყველანაირი ნიღაბი მოიხსნეს და ესენი ცდილობენ ეს ნიღაბი ისევ ააფარონ სახეზე და გადატვირთვა და აი ამან და ამერიკა და იმა ვაგვარებთ. ესენი აი გახდნენ უფასო ადვოკატები. ამერიკა ეხლა არის ქვეყანა, რომელსაც ძალიან უნდა უფრთხილდებოდა, უпроსორეთ, უნდა ერიდებოდა, ეხლა არც ჩვენისთან პატარა ქვეყნისგან ხმისაწევა არაფრით არ შეიძლება. ამ უზარმაზარი მონსტრების ჭიდილში და მასთან ურთიერთობის დამყარება რას ნიშნავს? რას ითხოვს? არაფერს არერიდება, არავითარი მობოდიშება არ აქვს. ბოდიში და უკანალზე თავის მოკავშირეებზე პირდაპირ იცაქვს, რომ უკანალზე როგორ სწრაფად მიამბორავ. ასეთი თავხედი, ასეთი ავირახსნილი მსოფლიოს მართველი არასოდეს არ ყოფილა. რუკა დადო პირდაპირ მთელი ჩრდილოეთ ამერიკაში შეტანილი სამხრეთ ამერიკის საკმაოდ დიდი და მსუყე ნაჭრეების ამერიკის შეერთებული შტატებია. დამპყრობელი თუ გინახიათ თემურლენგის მერე ასეთი მასშტაბებზე გასულიყო თავისი ღია მადის ასე აფრიალები. არ გვინახიათ. თავისი მოკავშირეებიც კი სათოფეზე არ ეკარებიან. სატელით მოკავშირეები, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური წონა გააჩნიათ, გინდა ასე და გინდა ისე, საფრანგეთი, ინგლისი, აგერ გერმანია და ასე შემდეგ, ხო, ევროპის ქვეყნები. ეს არაა ხელწამოსაკრავი. ესენიც კი სათოფეზე არ ეკარებიან. რატო? იმიტომ რომ როგორც კი სპარსეთის ყურეში შემოვლენ და თავ შეყოფენ ამ ომში, იცი ამერიკა გვერდზე გადგება და იტყვის რომ ჩემთვის ნავთობიც ამა ყველაფერი ძებ თქვენი ომია და კეთილინებეთ და ირანის განადგურებისათვის ჩაებით მისი ნამდვილ ომში. მე არავის არ უნდა ლონდონში, ბერლინში და არავის არ უნდა რომ თავის ქვეყანა გახდეს რაკეტები ჩამოწვიოს. დიახ. აი ეს არის. აი ამ გართულებულ მდგომარეობაში. როდესაც ახლა იწყებ ვითომდაც ურთიერთობების დალაგებას და საკუთარი სკამის, საკუთარი ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაციის მოპოვებისათვის ამერიკის ადმინისტრაციასთან, რომელიც ომზეა გადასული უაღრესად სახიფათოა და მას ახლა უნდა ერიდებოდნენ.
ყოველგვარი დარიდების გარეშე მას ჭირდება პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ საუბრად. სულ არ ადარდებს რამდენი ქართველი დაიღუპება, სულ არ ადარდებს რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი მოკვდება ამ უზარმაზარ ავანტიურაში, რაც წამოწყებულია. აი ეს რაც გადმოსხა დესანტით, ყველა განწირულია ფაქტიურად, იმიტომ რომ ეს უაღრესად არათანაბარია, თუ სახმელეთო ოპერაციებზე გადავიდა, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად თუ რაღაცას მიაღწევს ამერიკა. ძალიან არერიდება საკუთარ ჯარისკაცს, საკუთარ მოქალაქეების სიცოცხლესაც კი. როგორც კი სატელეფონო საუბარი შედგა, ეს პირდაპირ პროვოკაცია მაშინვე სამხედრო თვითმფრინავი, ამერიკის სამხედრო თვითმფრინავი შემოფრინდა და ასე შემდეგ. პირდაპირ პროვოკაცია იყო მათი მხრიდან, არაფერს არ ერიდებია. საფრანგეთიაერიდება ესპანეთი, არა თუ ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა. საჰაერო სივრცეც კი არ დაუთმო იმ სამხედრო თვითმფრინავის, რომლებიც ისრაელში უნდა გაფრინდნენ სამხედრო აღჭურვილობის ან სამხედრო ტექნიკის, სამხედრო საქმიდან გამომდინარე. საჰაერო სივრცეც კი დაუკეტა. უახლოესმა მოკავშირეებმაც კი ასეთი პოზიცია დაიკავეს, რომ ამერიკა ჩვენ ასე ვთქვათ, მიგვიშვებს საომრად და თვითონ იქ ხელის მოთმობას დაიწყებს ოკეანის გაღვიდან და ამ დროს ჯერ იყო და ძმარი და ზედაასხეს წყალიო. რა დროს ეს ვოიაჟებია, რაც ეხლა წამოიწყო ამ ჩვენმა ხელისუფლებამ. ესენი კახა ბედნიერები არიან, ესენი დაკომპლექსდნენ იმით, აუღიარებლობით, რომ ოპოზიციის გამოდნებული ყვედილი არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმურია და იქ ევროპიდან წამოსული იგივე რიტორიკა, იგივე. როგორც ეთყობა დაკომპლექსდნენ ესენი ამით და ოღონდ კი ვინმე აღიარო და ხელისუფლებად ჩააგდოთ, რამეთ ჩააგდოთ და ყველაფერს წამსვლელები არიან. თუ კი მიიღეს მიწვევა უცილებლად ჩავლენ, თუ კი ვინმე დაურეკავს და რამეს დაავალებს, ცუნცულით მზად არიან მიცუნცულდენ და შეასრულონ. აგერ შენ წერა ნახსენ ახლა არ მინდა ეს დელ სიტყვებს ლაპარაკი, მაგრამ ბოლო ახლა იმპერიის სახელმწიფოს პირველი პირი ამბობს და თავის უერთგულეს მოკავშირეს, როცა ესეც შეურაცხყოფას აყენებს. საუდის არაბეთის პრინცებმა ლაპარაკი. უკანალზე უნდა მემთხიოსო და ასე სწრაფად თუ მიიღებდა იქამდე იგივე აქვს ნათქვამი ევროპელ ლიდერებზე რიგში უნდა ჩადგნენო. და როგორც აღმოჩნდა საქართველოსის ბევრია მოსულნელი, ამ რიგში ჩადგეს. ესე იგი ჩავდეკით არა რიგში? უკანალზე რომ ვიამბობ. ამ რიგში ჩადგომის მოსულნელი საქართველოსში ძალიან ბევრი აღმოჩნდა. აი, ხომ და მიხვდე რა დამოკიდებულება მოდის ამერიკიდან. რა თუ ჩირად თუ როგორ იტყვიან ხოლმე ჩირად არ უღირს იმას ის თავისი მოკავშირე, არანაირი პატივისცემა, არანაირი დამოკიდებულება შეხლა და შენ ეს პატარა ქვეყანა, როდესაც მიდიხარ ეტენები ამაში, რომ შენ გინდა თუ არა მისი სტრატეგიული პარტნიორი გახდე, რის შეთავაზება შეიძლება აი ამ მithumetes, აი ამ დაძაბულობის ფონზე, ამ დიდი ომის ფონზე, რომელიც ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც ამერიკა საამაყოდ მისდის საქმეები იქ და გარკვეული გაჭირვება უდგას და რაღაცები ჭირდება, კი ბატონო, მაგრამ შენ პატარა ქვეყანას რის შეთავაზება შეგიძლია. რომ შენი საჰაერო სივრცე და შენი ბაზები მიცემ, აქედან აფრინდეს და დაბომბოს. მე რას მეიღებს აპასუხოთ? იმას მიიღებ, რაც მიიღო იქ არაბულმა ქვეყანებმა, ხო? და უარეს კიდე. ქვეყნები, რომლებიც ამბორისთვის რიში, იქ მოსახლეობა შიიტური მოსახლეობა და გარკვეული შეზღუდვები არის შეიძლება ისე გამეტებით არ დასხოს ობიექტებს იმას მის შემოგარი გააფრთხილა, ხო, კომპანიები გააფრთხილა და თან შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გადიდო, გაიხიზნეთო. ამას ვაპირებ. იქ იმიტომ რომ იცის რომ თავისი მხარდამჭერებიც არიან. შიიტური მოსახლეობა ძალიან ბევრი არის იქ შიიტები. და შენ სადეტენები ამ დროს სად მიდიხარ, რა გინდა, რასერი, რისი მიღება გინდა იქიდან, რომ აღიარება მიიღო, რომ აი შენ ხელისუფლება ხარ და შენ გელაპარაკება ამერიკის დავუშვათ პირველი პირი, მეორე პირი, მესამე პირი. ამაზე მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ
ეს აღიარება მიიღოს და მე ქვეყანას რა მოედლის, ამაზე არავინ არ ფიქრობს, ხო? ხეთს კალთაში გაუგორდე და ქვეყანა ცეცხლში გაერკვიოს. რიგში ჩადგე უკანალზე ამბორისთვის დაიკავო რიგი და იმიტომ რომ შენი სკამის ლეგიტიმაცია მოახდინო? აი ვინც რიგში დგება კიდე უკანალის ამბორში, იმას ირანი დიდი რაკეტებით უმასპინძლდება. აი სადამდე მიდის და რა ნიშნები დაიდო საქართველოს სინამდვილეში. ნუ ისე რა ხდება სხვა მხრივ კიდე საქართველოს ყიდვა-გაყიდვის საკითხებზე მთელი ბლოგებია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შემხვდა ინტერნეტში როგორ მსჯელობენ. მოკლედ საქართველოს გაყიდვის გეგმა არ არის მოხსნილი. საგარეო მიმართულებით ეს დიდი სიმახინჯე და დიდი საფრთხე გამოიკვეთა. რაშია პრობლემა? პრობლემა ისევ და ისევ იმაშია, რომ აზროვნებით კოსმოპოლიტია და დასავლეთია მიკერებული ტვინით. დასავლეთის გარეშე მაინც ვერ წარმოუდგენია, არის ეს მომენტი. მეორე და ალბათ უფრო მთავარი, ფული მათ ბანკებში აქვს ოლიგარქი, სადაც მისი ფულია გულიციკა და ტვინიციკა და სულიციკა. ოჯახები იქ ყავთ, განათლებას იქ აღებინებენ, მოკლედ იქ არიან გადავარგებულები, მტკვარს რო უყურებენ მისისიპს ხედავენ, მისურით. ამიტომ არის რომ ეს ისე არიან მიწებები ელიტა, მართალი ელიტა ისე მიწებები რომ ვერ ჩამოსცილებია. მაგრამ კიდევ ვიმეორებ და ვამბობ კაცო, უახლოესი მოკავშირეები. ნატოს ბლოკი უკვე განხეთქილება წასული, გაღრმავებულია. ეს უშუალებელი ძალის მქონე და გავლენის მქონე ქვეყნებიც კი ემიჯნებიან. რამენერებს წინოდებთ მაგალითი რომ ახლო აღმოსავლეთში ვერ დაიცვა ეს ქვეყნები, ხო? აბა რა, ვერ დაიცვა თუ არ დაიცვა? საუდის არაბეთს ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვერ თუ არ, მათ კიდევ შეიძლება სხვა ხვეულები არის, ეხლა ამისი გარჩევის ის არ არის, მაგრამ აი საუდის არაბეთს 150 მილიარდზე მეტი ღირებულების ულტრა თანამედროვე დასავლური ამერიკული შეერაღება გააჩნია და არა მარტო საუდის არაბეთს და ამ საუდის არაბეთთან ვერ შეძლო იემენში ჰუსიტებთან გამარჯვება. დამარცხებული უკან გამობუნძულდა და წამოვიდა, გამოტრიალდა. და აი ეს ქვეყნები აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდნენ ირანთან შეჯახების პირისპირ. და ამ ქვეყნებს სრული კატასტროფა ელოდება, თუ ისე გამწვავდება საქმე. ხო. და რა მოუვა საქართველოს. აი ესა ყველაზე მეტად საფიქრებელი რომ მიზეზი რა არის ამ ყველაფრის? მიზეზი არის რომ საქართველო მაინც ისე რჩება აზრობრივად და სულიერად დასავლეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნად, ესე იგი ჩვენ ხელისუფლებაში ყოფ ხალხს ვერ წარმოუდგენია სხვანაირად, ან თუ წარმოუდგენიეს მრავალვექტორიანობა, ისეა წარმოუდგენილი რომ ერთდროულად ბევრჯერ გვითქვია ურთიერთმოწინააღმდეგე სკამებზე, მრავალ სკამზე, ორ სკამზე კი არა, ვარემ ერთდროულად 10 სკამზე გადავით რაღაცნაირად მოხერხდეს რომ დავიდეთ და ესე კიდე არ ხდება და ვერ ხდება. და ყველაზე სახიფათო თამაში გვაქვს წამოწყებული. ყველაზე უფრო სახიფათო თამაში ვითრევენ. დანდობა არ იქნება. ეს ერთი რაც უნდა ითქვას. და მეორე ახლა რომ საქართველო იყიდება რა წამოვიწყე საუბარი მომხდა მასალა, სადაც პირდაპირ მსჯელობენ რომ ეს მიმდინარე მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე ომი რა გავლენას მოახდენს საქართველოში უძრავი ქონების ყიდვის ფასებს რას უზავს, აიწერს ფასი თუ პირიქით დავარდებაო და რა იქნებაო და იქ პირდაპირ აღნიშნეს რომ 30% ყიდველი მაინც არის ებრაელობა და ამიტომ ახლა რადგან იქ დაბომბვა მიმდინარეობს და ბუნკერებში უწევს ამ ხალხს, ცოტა შეჩერებულია, განსაკუთრებით მთელი კვარტლები აქვს და პირდაპირ საუბრობენ. მოკლედ საქართველოზე, ჯერ ერთი პირდაპირ თქვენს რომ ეს არის მსოფლიოში ახალი ოაზისი, უძრავი ქონების ყიდვის თვალსაზრისით, იქ შეიძლება შეიძინო და ასე შემდეგ. აბა იმ რეკლამებმა უკვე იმოქმედა და ექსპერტები სერიოზულად სხედან და განიხილავენ ამ საკითხებს ტურიზმთან ერთად, რა იქნება, როგორ იქნება. ხო, თუ ომი მალე დამთავრდება, პირიქით ბუმი უფრო მეტად გაძლიერდება და უფრო მეტი შემსყიდველი იქნება საქართველოში და ასე შემდეგ. ახლა რო არ გავაგრძელო
ეს თემა რა არის, რომ ეს ისეთი თაობარია, როგორც ბაზარზე გამოტანილი ქონება და ვიღაცების ჯერლობია როგორ შეიძინონ იაფად და აი უამინდობა კიტრის წვანე კიტრის ფასზე როგორ იმოქმედებს და საჯობია იყიდონ და ასე შემდეგ. ზუსტად ასე აი რო ჩვეულებრივ საქონელზე რო საუბრობს ადამიანი, ვაჭრები რო საუბრობენ, სად უფრო იაფად შეიძლება იშოვოს და ასე შემდეგ, ასეთი საუბრებით, ასეთი განხილვები მიმდინარეობს საქართველოსზე და აი ეს ხდება ეს პროცესი მიმდინარეობს და ახლა ომი რამდენად წაადგება საქართველოს დასაკუთრება შესყიდვის საქმეს თუ ხელშეუშლის ამ თემას განიხილავდნენ. როგორ ავთქვა ახლა მდიდრების დარბევაც მიმდინარეობს. ეს კიდევ სხვა ნიშანია, რაც ახლა იქ ხდება ის დუბაის ამბები, არ ვიცოდი თუ ეს მსოფლიო საფინანსო ცენტრებიც ყოფილა, ახალი მსოფლიო წესრიგისათვის ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის მოწყობისათვის საჭირო ინსტრუმენტალიაც არ ყოფილა განლაგებული რეალური ხელოვნური ინტელექტის და სხვათა შორის როგორც ამბობენ, სწორედ შეგვითავაზებია ყველაფერში პირველი უნდა ვიყოთ, მათ შორის დაღუპვის საქმეშიც, რომ მალე ისე მოვაწყობთ, რომ მასწავლებლებს გამოიყვანთ სკოლიდან და პირდაპირ ხელოვნური ინტელექტი ასწავლის ჩვენს ახალგაზრდობას. უკვე ესე იგი ამ საკითხშიც ოღონდ ხელისუფლებას უთხრა, შენ ახარ საქართველოს მეფე მარადიულად და იჯექი და იყავი, ყველაფერზე მზად ვართ, რომ ნომერ პირველი ადგილი საცდელი კურდღლის როლი შევასრულებინოთ, სხვათა შორის ეს საცდელი კურდღლის როლი განისაზღვრა სოროსიდან, დავიწყებული აქვს ძალიან ბევრს. თავის დროზე მეორე სამ პრეზიდენტის პერიოდში სოროსმა ქალაქ დაოსში პირდაპირ ბრძანა, რომ ეს ექსპერიმენტი ვარდების რევოლუციის სახით $1,200,000,000 დაგვიჭდა, არა $1,200,000,000 დაგვიჭდა და თუ გაამართლებს, შემდეგ ვცდით სენეგალში და სხვა აფრიკის სხვა ქვეყნებშიც ვარდების რევოლუციაზე გვაქვს ლაპარაკი. ესე იგი, საცდელი კურდღლის ფუნქციას დიდი სიამოვნებით შეუსრულებთ, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის შემოტანა. ხელოვნური ინტელექტი არის პროგრამისტებს რა დავალება მისცეს ეპშტეინის ოლიგარქიამ. როგორი პროფილირებული ტვინის უნდა იყოს ბავშვი, მოზარდი, დიდი, ეგ არის მეტი არაფერი. მასწავლებელი ადამიანის ფუნქცია უნდა განულდეს და ხელოვნური ინტელექტი ისინი ეპშტეინის წარმომადგენლობა როგორ სწავლებასაც დააპროგრამებენ, როგორებიც უნდათ შემდეგ რაღაც ახალი მუტანტი გამოიყვანონ, აი ამ ექსპერიმენტში საქართველოს ხელისუფლება ღია პირველ ცდას ჩაატარებენ სწორედ ჩვენ ხალხზე. ოღონდ თქვან იმათ, რომ შენ ხარ მეფე და ეგაა შენი საქართველო. ეს არის გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნება უბრალოდ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სკოლებიდან მასწავლებლების განდევნა გამოიწვევს იმას, რომ მასწავლებლები ასწავლიან გარდა საგნისა სამშობლოს სიყვარულს, წესიერებას, ოჯახში როგორ უნდა მოიქცეს, საზოგადოებაში როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა გამოიდეს დაუშვათ ქვეყნის ინტერესებისთვის. ხელოვნური ინტელექტი ის თავისი ჩადებული პროგრამით მასობრივად გამოსდის კოსმოპოლიტურ, გამოფიტურ, გამოშიგნულ ახალგაზრდობას, რომლისთვისაც აღარც სამშობლობა იარსებებს, აღარც ქრისტიანობა იარსებებს და მთლიანად გადართული და დანერგილი იქნება იმაზე, როგორ მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, ეს მოსაწევი იქნება, შესასუნთქი იქნება, სექსი, თავისუფალი სექსი და ასე შემდეგ. ანუ ადამიანური ამოღება ადამიანიდან და შიგ ჩადება იმ პროგრამის, რომელიც იმ საერთაშორისო მმართველ წრეებს აწყობს, რომ თავისთვის გამოზარდონ ადვილად მართვადი მასები. და მათ შორის ეს პროგრამა განხორციელება საქართველოში ერთ-ერთ პირველ რიგში, როგორც ექსპერიმენტი, რასაც შენაბობ და ჩვენ მივიღებთ თაობას, რომლებიც
ბიოლოგიურად შეიძლება ჩვენი შვილები და შვილიშვილები იყვნენ, მაგრამ ისინი აღარ იქნებიან არც ქართველები, არც ამ ქვეყნის შვილები, არც ქრისტიანები და ასე შემდეგ, ხო? კი. ეს გეგმა ამას ხო, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის საკითხი ძალიან დიდი საკითხია, დიდი მსჯელობის თემა, მსოფლიო მნიშვნელობა აქვს, მსოფლიოს მომავალს ეხება. ეს ერთი გადაცემა კი არა, მთელი გადაცემათა ციკლი არ ეყოფა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მოკლედ შევეხეთ, გულისხმობთ იმას, რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ამ საკითხებში კარგად არის გარკვეული და ძალიან კარგად მიხვდება რა შეასაქმე და რაზე ლაპარაკი. მაინც უნდა ითქვას, რომ ბირთვულ საფრთხე არ არის მოხსნილი, მაგრამ დროში გაიწელა პროცესი და ამოსუნთქვის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მაინც რაღაცა განეიტრალდა, როგორც ჩანს. იმიტომ არის ცნობები, რომ გამოსავალს ეძებენ და გამოსავალი იმდაგვარიც ყოფილა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაპთა კორპუსს ფულსაც თავაზობს ამერიკის ადმინისტრაცია გარკვეული ფორმით, ეგ იგივე ქრთამის შეთავაზებაა, მილიარდებზე ლაპარაკი, რომ იქნებ, რაც მოითხოვა ირანმა რეპარაციის გადახდა მიღებული ზიანის სანაცვლოდ. რომ იქნება რამენაირად, ბუტაფორიას ხედავთ, რომ უკვე ქმნის, რომ გაიმარჯვა, ააფეთქა, მოსპო, სამუდამოდ ბუტაფორიის დადგმა დაიწყო. სამაგიერო დიდი რუკა აჩვენა, თქვით ადრევე, რომ ჯობია, რომ ბოლომდე არ მივიდეს, იმიტომ რომ ამას ბოლო არ ექნება, ეს დასასრულის დასაწყისი იქნება, თა ყველას დასასრულის, აი კონფლიქტს გააგვიებენ ისე და ბოლომდე მიიყვანენ და ჯობდა საკუთარი თავის გადარჩენის გამო მაინც არის ფანატიკური ნაწილი, არის კიდე ფულის ნაწილი. ამ ფულის ნაწილს მაინც და პრაგმატულად უაზროვანი ნაწილი მიხვდეს, რომ რაცა გამოსავალი მოძებნოს, შექმნას ბუტაფორია და ბუტაფორიაც იქნება. რუკო დაუმარცხებია, უკვე ყველაფერი მოუგვარებია და რა ვიცი, ვისაც ნავთობი მიდეთ, ეგ თქვენით და თქვენით გამოიტანეთო. არის ამისი ნიშნებიც. ამის გადასაფარად რუკა წამოჭიმეს, რომ აქ თუ ვერა ხალხო, აგ დიდი ამერიკა მაინც გვექნება, გეშინიათ, რაღაცას განსაკუთრებულს ჩავიდენ. კიდევ ახალი ბუტაფორია გაუშვეს, ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ სანადიროდ გარბოდა, ხოლმე მთვარეზე გააგზავნეს ეს 4 ასტრონავტი. უნდათ რომ ისევ ჯერ ერთი გაუგზავნ ხაზი, რომ ამერიკა ისევ კვლავ პირველია, კი არ მარცხდება, კაცო. რას ლაპარაკო? ისევ პირველია, ისევ ჩვენ დედამიწაზეც ვაგვარებთ საკითხს და უკვე სხვა პლანეტების ათვისებისაც, აი ხო, მთვარე ხო პლაცდარმია, შემდეგ მარსზე გაფრენისთვის არა? და აქაც პირველები ვართ, იქნება ახლა ისევ მაინც ცაში გაგვახედონ. ის სხვა პერიოდი იყო, სხვა დრო იყო, კენედის ეპოქა და ეს პერიოდი და საბჭოთა კავშირის ის სხვა განწყობით ხდებოდა მსოფლიო ადამიანის კოსმოსში გასვლას და ვიცით ერთ-ერთი დიდი ქართველი სპეციალისტისგან, რომ კოსმოსი 10%-იც არ არის მეცნიერება, დანარჩენი 90%-ია პოლიტიკა. ესე იგი, დიდი ბუტაფორიის წარმოქმნისათვის ეს ბუშტიც გაშვებულია კოსმოსში, რომ გადაიფაროს რამენაირად და რაღაცნაირად იქნება ჩაცხრობისკენ წავიდეს. გარეთ შეიძლება ჩაცხრეს, არ ვიცით, პროგნოზიორებას და წინასწარმეტყველის იმას ვერ დავით, სრულ წინასწარმეტყველის იმას ვერ მოვირგებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შიგნით ჩვენ ხედავთ, რომ თუ არ მოხდება კარდინალური ცვლილება, ჩვენი საშველი არ იქნება. საქართველო არის ბაზარზე გატანილი ნივთი, ნაჭერი, ძალიან მიმზიდველი, ძალიან გახმაურებული, ომმა შეიძლება ჩაშალოს პროექტები. შეიძლება ჩაშალოს პროექტები. ჩვენ არ აღმოჩნდით ამ პროექტების ჩამშლელები. გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეხლა არ გვინდა თორე ამასაც გავაანალიზებთ ბოლოს და ბოლოს რა იყო და როგორ იყო. არა ვართ ამ პროექტების ჩამშლელი. შეიძლება ომმა დროებით გააჩეროს. თუმცა იგივე ომმა შეიძლება დაძრას
ტოლილთან აკადები. სხვა რო ყველაფერს თავი. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. კი. ხო, იმიტომ რომ ის კატასტროფა ვერ გამოიწვიეს და თუ მაგ კატასტროფაზე წავა რომ ირანი ისე უნდა დაინგრას რომ ეს ხალხი უნდა გაიფანტოს უკვე რა, მაშინ ირანის მონსტრიც სხვანაირ გულს მოიქნევს. ხო, აი ეს არის. დანარჩენი ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხები კვლავ მტკივნეული რჩება. ისევ და ისევ საჭირო არის პროგრესულად მოაზროვნე ძალების, ეროვნულად მოაზროვნე ძალების, გარკვეული სახით კონსოლიდაცია. კარგი, აი ოცნება არ გვინდა და ეს პოლიტიკა რა თქმა უნდა არ გვინდა, იმიტომ რომ ოცნების წარმომადგენლობა დაბმულია ერთდროულად. იმ აღზრდა განათლებით რაც მიღებული აქვს, როგორი ჩამოყალიბებაც აქვს მიღებული, იმ ფინანსებით არის მიბმული, დაბმული. ოლიგარქიას მართავს სოფლიო ეპშტეინის ოლიგარქიული ცენტრი. იმიტომაა ნათქვამი, რომ ერთ-ერთი ასპექტი რომ გავიგოთ, რომ აკლემი უფრო იოლად შევა სასუფეველში, ვიდრე მდიდარი ბოდიში. აკლემი უფრო იოლად გაძრება ნემსის ყუნჩი, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველში. ესე იგი მდიდარს თავისი სიმდიდრე ბოჭავს და თავისი სიმდიდრის მაკონტროლებული სტრუქტურიდან გამომდინარე ის დამონებულია, დაქვემდებარებულია, რომ არ უნდადეს ის დაქვემდებარებულია. ახლა ეს ჭიდილი აკეთებს იმას, რომ გამოდის ეს ჩვენი მდიდრების ამბებიც. სადაა სასახლეები, ლონდონში აქვს შეძენილი, იქ და ამ დიდი სიმდიდრით არიან მიბმულები. იგივე სიმდიდრევი ამოძრავებს, რომ ეს ბუმია ახლა მშენებლობის და კიდევ მეტი შემოსავლები და კიდევ მეტი. მოკლედ, მდიდარი მართლაც სულიერი თვალსაზრისით რომ აიღო, ეროვნული თვალსაზრისით რომ აიღო, ეს არის საცოდაობაში ჩავარდნილი, გაუბედურებული ადამიანობა დაკარგული თავისი სიმდიდრის, თავისი ფულის მონა. ვერ მოიხმარს ამდენს. არ ჭირდება. მაგრამ ეს იმდენად აბავს, რომ ამისი მონავე ხდება და ამ ფორმაციის პირობებში პატარა ქვეყნები სამწუხაროდ აი ამ აყეფებული სოფლიოში მეძავის როლში არიან. პოლიტიკური თვალსაზრისით პოლიტიკური მეძავება ქვია ეს პატარა ქვეყნების აი ესეთ საქციელს. აი ეგეთ ბალტიისპირეთის წვიკვინი რუსეთთან მიმართებაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წვიკვინი დიდები რო ათამაშებენ მარიონეტებად. ჩვენი რამდენი ხანი უყევდით და წყავსკავებდით ჩtildeოეთს, ბოდიშს წამსიტყვებს ხვალ, მაგრამ სხვანაირად ვერ განიმარტება. ახლა რასაც ამ უაღრესად სახიფათო პერიოდში ვახსენეთ 2 წუთის ისორ ამერიკასთან მიმართება და ასე შემდეგ პატარა ქვეყნები, მაგრამ სახელოვანი ქვეყნებიც ხო გამოირჩევიან. აფრიკაში იწყებს ერები გამოგვიწებას. ბურკინა ფასო უკეთესად იქცევა. და ჩვენ რაღა დაგვემართა ეს რა არის? გასაგებია რომ ზეწოლა უზარმაზარია. კავკასიაზე, საქართველოზე, იმიტომ რომ საჯვარედინია, იმიტომ. მაგრამ ჩვენ რაღა დაგვემართა. რით ვერ მოვძებნეთ ის საერთო ენა, რითაც შესაძლებელი გახდება იმ ჩვენთვის დამღუპელი პროექტების გაჩერება მაინც პირველ ეტაპზე. ეს პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი. ეს პრობლემები თუ არ გადაწყდება, მე აქ არის სოფხედელობრივი საკითხები, ეს ეროვნული სიტყვით ვამბობ, მაგრამ საქმეში ეს როგორ უნდა იყოს გამოხატული. ხო, საკითხი პოლიტიკურად წყდება. ესეც უმთავრესია რომ გავერკვით და ფორმაციული ცვლილება იგი დიდი პოლიტიკური ცვლილებას ნიშნავს. მაშინ ამ ცვლილებისათვის უნდა ვიყოთ მზად. ეხლა მემარცხენეებად, მემარჯვენეებად, იმეებად, ამებად საგანგებოდ როა დაყოფილი, დანაწილებული საქსაქსული პოლიტიკური სპექტრი და მთლიანობა რო არ იყრება და ურთიერთწინააღმდეგობა და ურთიერთგაუგებრობის ელემენტები როა თითოეული ჩალაგებული, საგანგებოდაა ესეც ორგანიზებული მსოფლიო მმართველების მიერ. ამის ტყვეობიდან თუ არ გამოვედით,
არ გამოვა ისევ ცალ-ცალკე პარტიებმა და ცალ-ცალკე ევროპელ სოციალისტებმა თუ რაღაც და სხვადასხვა ჯგუფებმა დანაწილებული დარჩებით და ვერ შევცვლით ვერაფერს. ოცნება რომ წავიდეს, აი რასაც ახლა წარმოადგენთ ოპოზიციას რო ეძახეს რომ შევიდეს, აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. გაგრძელდება იგივე ოცნება, იგივე მოკლაკდა, იგივე ნაციონალური თუ რაც არის, იმიტომ რომ არსებითი ცვლილებებისათვის უნდა იყოს მზად, ბირთვი. და რას ნიშნავს ეს არსებითი ცვლილებები? ბევრი ნიშანი არის, ამაზე ლაპარაკი მიდის, მაგრამ თავმოყრაა საჭირო. ესე იგი ახალზე ვერ გადავალთ, თუ ახლისათვის მზად არ ვიქნებით. არადა დრო მოსულია სიახლისა. უკვე კარებზე გვიჯახუნებს ეს დრო. ხო. შემდეგ იქნება მაინც მოგვეცეს საშუალება შემდეგ გადაცემაში, რომ ამ სიახლეზე ვისაუბროთ და პრობლემა რაშია, რომ დავანახოთ ერთმანეთს. რატომ არის რომ ამ დებატების პოლიტიკით მოგებული ისევ არსებული სისტემა ფორმაცია რჩება? ხო, დებატებში არის გულწრფელი ნაწილი, რომელსაც უნდა რომ მიიტანოს სამართლის ხმა ხელისუფლებამდე, ხელისუფლების წარმომადგენლობამდე, საზოგადოებამდე უნდა, მაგრამ ეს ვეხერხდება, მოუხერხებელია, შეუძლებელია ისეა სტრუქტურულად აგებული ეს პროცესი. ახლა გვინდოდა ამ დებატების თემაზეც გვესაუბრა, მაგრამ დრო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ არ გამოდის და დიდი ესების მშენებლობა კიდევ წამოიწია. ეს დიდი თემა გახლავთ, რაც არაბიზაციის პროცესის თანმდევია და მისი გაგრძელებაა. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაც არაბიზაციის პროცესი, არაბიზაციას ბჭყალებს, ეს განქართველებაა ზოგადად და საერთაშორისო სიონისტური კაპიტალისტვის ქვეყნის გადაცემაა. არაბიზაცია დავარქვით, კარგი ფრთიანისა. და იგივე საკითხში ჯდება, უკანონო მიგრაცია არ იქნება საქართველოში. ძალიან მკაცრად დაწესდება კონტროლი. ეს იმათ არ ჭირდებათ აქ უკანონოდ სხვა ვინმე ისეთი შემოვიდეს, რომელიც რაღაცას აამყრებს. ან იქურდებს, ან და ასე შემდეგ. როდესაც ის დაისაკუთრებს აქაურობას, დისთვისაც ქალაქებია გადაწყვეტილი რომ აშენდეს. ის უკაცრეს კონტროლს მოითხოვს და დააწესებს და მიაღწევს კიდევაც. თუ ჩვენ აღარ ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში ისინი ასე ფიქრობენ. უკანონო მიგრაციის მიმართულებითაც. დიდ ჰესებსაც ააშენებს, აუცილებლად ჭირდება, ეს თემა არის. ყველაფერი რაც კეთდება, ქართველი ჩვენი მოქალაქისთვის, ჩვენი ქართველისთვის, ჩვენი თანამოძმეებიც არაფერი არ კეთდება. ეს კეთდება მათთვის, მდიდრებისთვის. მათთვის. ახლა რამდენად გაუმართებთ, ეგ მეორე საკითხია. კიდევ ვთქვით, მსოფლიოში იცვლება, გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და შეცვლილი კლიმატი, ჩვენ ესე ვფიქრობთ, შეცვლილი კლიმატი შეცვლის ვითარებას და არ მგონია ამ კლიმატს მოერგოს ასეთი კოსმოპოლიტური ცენტრის ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბება. არ მგონია. ვნახოთ, ეს სხვა საკითხია კიდე. ხო, ჩვენ არაერთხელ გვითქვია და დღემდე გადაცემის ბოლოს კვლავ გვინდა გავიმეოროთ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წითხვედი ქვეყანა და არავის არ ეპატიება მისი, ასე ვთქვათ, მიტაცება, ჯიბეში ჩადება. აგერ არაბიზაცია ახსენე, შენ ეს ტერმინიც არაერთხელ გამოვიყენებია, სინამდვილეში ამის უკან რას დგას. ამაზეც გვაქვს საუბრები, რომ ჯერ სხვა ატომელების ხელით არაბები იქნებიან თუ სხვა, აქ დემოგრაფიული უპირატესობის მოპოვება და ქართველების აქედან განდევნა და შემდეგ აი არაბული კომპანიების ხელით რაც უნდა აშენებულიყო, ეს შენდებოდა სიონისტური ელიტისთვის. როგორც უღაზისი. აგერ გადახედეთ დღევანდელი მონაცემებით,
რა დღეში ეს არაბული ქვეყნები რა ხდება ისრაელში იმის მტკიცებად რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვია რომ არავის არ ეპატიება საქართველოს ჩვენი მიწაწვლის ხელყოფა თუნდაც გულში ჩადება და მიმართულებით მუშაობა ჩვენი განცხადებებიდან გამომდინარე ვინმე ანტისემიტობა ან ანტიამერიკანისტობა რო არ დაგწამოს მე მინდა შეგახსენოთ რომ რამოდენიმე გადაცემის წინ როდესაც ირანის დროშის სფერებში აანთეს ჩვენ თაწმინდაზე ჩვენ მაშინაც წავე კრიტიკით გამოვიდით ანუ რაც საქართველოს ინტერესებში არ ჯდება ქართველის ინტერესებში არ ჯდება ჩვენ ყველაფერზე უწოვეს რეაქციას ვაძლევთ და კიდევაც მივცემთ ბოლოს მინდა გითხრათ რომ საქართველო ჩვენი საპატრონოა ქართველი ერის საპატრონოა სხვა ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს ზოგს რომ გონია რომ საქართველოს ხელისუფლება ყავს და პატრონი ყავს არ ყავს ბატონო არც ხელისუფლება და არც პატრონი თქვენც იცით ვინც არის საქართველოს არაფორმალური მმართველი ოფიციალური მილიარდერი საქართველოს პარლამენტში 30 თუ 36 ოფიციალური მილიონერი ზის თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ოფიციალური მილიარდერები როგორ წარმოიქმნა როგორ მივიდნენ აქამდე როგორ მოხდა მათ ხელში მილიონები და მილიარდები ვინ დგა მაგ თუკან ვინ აშოვინა ამათ და რა გზებით აშოვინა ეს ფული და ესენი როდესაც საქმეზე მიდგება ვის ინტერესებს გაატარებენ ვის სასარგებლოდ მეიღებენ საქართველოში გადაწყვეტილებებს კანონებს ვის სასარგებლოდ მიმართავენ კაი პოლიტიკურ ვექტორებს თავიანთ საქმიანობას ამაზე მე მგონი ახსნა განმარტება ძალიან მარტივად შემოჯემალი დიდაც ვარ დავიწყოთ ფილოსოფოსობა და რაღაც კანონებში და იმებში პირდაპირ დენი გაგიძვირეს მაგრამ ვის ასარგებლოდაა მიღებული ვინც მფლობელია და მესაკუთრეა ამ ენერგოსისტემის ვიზეც გაიგე უბრალოდ ბევრ მოგებას მიიღებს მოსახლეობის უნდა ამას კიდე ახსნა განმარტება ხო ამიტომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტებებია და არა საჭირო როცა დაწხედავ ყვალს დაუწყო ძებნა ვისი და ვისაც ეკუთვნის დიდ კაპიტალს ეკუთვნის დიდი კაპიტალის სასარგებლოდ მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას და ასეც არის მიღებული ჩამოთვალოთ ბაქანებთან დაკავშირებით იქ ვაირახის გაშენებასთან დაკავშირებით გნება ნებისმიერი კანონი ემსახურება უმსხვილესი კაპიტალის გაბატონებას ასე ჩვეულებრივ საერთაშორისო ოლიგარქატის წევრები არიან მათი ინტერესებით იმოქმედებენ და მოქმედებენ კიდევაც და ვინც საქართველოს ინტერესებით უნდა იმოქმედოს ესა ვართ ჩვენ ქართველი ხალხი ჩვეულებრივი ადამიანები ვისაც გული შეგვტკივა ჩვენს ქვეყანაზე ჩვენი შთამომავლობის ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალზე იმისთვის რომ ქართველი იყოს მეპატრონე და ქართველი საკუთრებაში იყოს ეს დამოწმული მიწა-წყალი ჩვენი სამშობლო ამისთვის ბრძოლა საჭირო ეს ბრძოლა ჩვენ მარად გვიწევდა ჩვენ წინაპრებს უამრავი სისხლი აქვს ამისთვის დავრილი და ისე მოიტანა დროებამ რომ უბრძოლველად ვერ ჩვენ შევინარჩუნებთ ამას ოღონდ მადლობა ღმერთს დღეს ხმლის და შუბის ქნება არ არის საჭირო სხვა მოთხოვნები დგას სხვა რამე არის გასაკეთებელი თუ რა და როგორ ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია მოსული უფლის სიტყვის მოთხოვნების შესაბამისად არსებული ფორმაცია გვაქვს შესაძლებელი პოლიტიკური საგარეო პოლიტიკური კურსი განსასაზღვრი რაც უნდა იყოს ქვეყნის ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით და ამისთვის მთელი ერის ძალისხმევა არის საჭირო ამას ვერ გაწდება ვერანაირი ორგანიზაცია ცალკე აღებული რაც არ უნდა მძლავრი იყოს რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს ამიტომ ყველა გადაცემის ბოლოში მოგიწოდებთ ხოლმე ერთიანობისკენ იმისკენ რომ ჩვენ ერთად ვიზრუნოთ ერთად გადავდგათ ის ნაბიჯები რაც ქვეყნის გადარჩენისთვის არის აუცილებელი და საჭირო მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის მადლობას მოგახსენებთ რომ დღევანდელი განაცემის მოსმენა ინებეთ მომავალ შეხვედრამდე ბალოთ